Am წუთებში სასტუმრო რედისონში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კოლბას უბელიანს ხვდება. შეხვედრაზე მიგრანტებისა და რეადმისიის ხელშეკრულების საკითხებს განიხილავენ. მას საგარეო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან. პირდაპირ ეთერში სასტუმროდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბატონი კოლბას უბელიანი საუბრობს. ბატონი კოლბა, მე მოგესალმებით, როგორც ცნობილია მიგრანტების რეინტეგრაციისთვის ევროკავშირმა საკმაოდ სოლიდური თანხა გამოყვა. რა თანხაზეა საუბარი და რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხები? პირველ რიგში მე მოგესალმებით, მინდა გთხოვოთ, რომ საზოგადოებას ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, რას უკავშირდება რეადმისიის ხელშეკრულება. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორც ყველასთვის ცნობილია, იმყოფება დიდი ნაწილი ლეგალურ მიგრაციაში, გარკვეული ნაწილი არალეგალურ მიგრაციაში. ჩვენი მიგრანტების ძალიან დიდი უმრავლესობა არის წარმატებული მიგრანტი ამ შემთხვევაში, გულისხმობ ბიზნესრებს, გულისხმობ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, გულისხმობ სტუდენტებს, ასევე ბიზნესმენებს. ეს არის წარმატებული ადამიანების ჯგუფი, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა წარმატებას ნაკლებად აღწევენ ადამიანები და უწევთ საქართველოში დაბრუნება. აი ამ ადამიანებზე, ნებაყოფლობით დაბრუნებულ ადამიანებზე, ზოგ შემთხვევაში კანონდარღვევის გამო დეპორტირებულ ქართველებზე იზრუნა ევროკავშირმა საქართველოსთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დაბრუნებულ ადამიანებს თავისი მიტოვებული სახკარი ცივი და მშრალი როარ დახდეს, ხელი შემწყობი პროექტები დაფინანსდა, როგორიც არის მაგალითად ადამიანი დაბრუნდება, თავის სახკარზე მივა და რასაც მოინდომებს, რა მიმართულებასაც მოინდომებს, რა მიმართულებითაც მოინდომებს შრომას, იქნება ეს მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა თუ თავისი პროფესიის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლება თავის პროფესიაში. აი ყველა ამ პროექტს დაუფინანსებს ევროკავშირის დაფინანსებით ჩვენი სამინისტროში არსებული ჯგუფი, რომელიც მონიტორის განახორციელებს ამ ადამიანების შემდგომ განვითარებაზე. აი ეს არის და ეს მთელი აი ამ ღონისძიების შინაარსი. თუ რამე კითხვები გაქვთ, სათვალ გიფასო. ბატონო კოლბა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ასევე იტალიის ჯანდაცვის უწყებამ გამოყვა საკმაოდ სოლიდური თანხა. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და რა მიმართულებებში დაიხარჯება აღნიშნული თანხა? დღევანდელი ღონისძიება უკავშირდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც არის 3 მილიონი ევროს ოდენობით. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ნებაყოფლობით დაბრუნდა, დაუშვათ ვერ პოვა წარმატება ამა თუ ევროპულ ქვეყანაში, ეს არც თუ ისე ადვილია ხოლმე, თუმცა აქვე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული მიგრანტი ყავს, ანუ საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან ლეგალურ მიგრაციაში, იგივე ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ასევე ამერიკაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი, ევროპულ ქვეყნებში მაცხოვრებელ ქართველებზე. რომლებიც წარმატებულები არიან, ისინი რა თქმა უნდა იქნებიან და ყოველთვის ასე ვთქვათ, ხელშეწყობა ექნებათ მათ უკვე ადგილობრივებისგან, მაგრამ საუბარია იმ ნაწილზე, რომ საზოგადოების იმ ნაწილზე, ადამიანების იმ ჯგუფზე, რომელთაც მაინც და მაინც მათთვის სასურველ წარმატებას ვერ მიაღწიეს და გადაწყვეტილი აქვთ ისევ ქვეყანაში დაბრუნება, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე სხვა შესაძლებლობებია, ვიდრე იმ დროს იყო შესაძლებლობები, როცა მათ ქვეყანა დატოვეს. საუბარია 7-8 წლის, 10-15 წლის წინ წასულ ქართველებზე, მათ სულ სხვა გარემო ხდებათ ქვეყანაში და ამ გარემოში უფრო მეტად ინტეგრირებისთვის, მეტად უკეთესად ინტეგრირებისთვის არის საჭირო, რომ დავეხმაროთ, დავხვდეთ, დავეხმაროთ კვალიფიკაცია აუმაღლოთ თავის პროფესიაში და თუ სოფლის მეურნეობას მოჰკიდებს ხელს, უკვე იქ დავეხმაროთ. ბატონო კოლბა, რამდენ ეტაპად ჩატარდება, განხორციელდება ეს პროექტი და რამდენად შეუწყობს აღნიშნული პროექტი არალეგალი მიგრაციის პრობლემას რამდენად აღმოფხვის? ესე იგი, ეტაპების განსაზღვრა ძალიან ძნელია, იმდენად ამდენადაც მიგრაცია მუდმივი პროცესია, ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი აქცია, ეს არის მიგრაცია ზოგადად მუდმივი პროცესია, მთელი მსოფლიოს ასე ვთქვათ, წინაშე არსებული გამოწვევა მიგრაცია. იმიტომ რომ ეს უკავშირდება ადამიანების გადაადგილებას, ნებაყოფლობის თუ იზოლებით, ნებისმიერი ასეთი მდგომარეობა მიგრაციული პროცესია. ამას სჭირდება მართვა, მეთოდების დახვეწა და 21 საუკუნის მთავარი გამოწვევა ვიტყოდი, ეს არის მიგრაციული პროცესების მართვა. რო არ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, რო არ იყოს რაღაც გაუკმართებული შემთხვევებს, რო არ ქონდეს ადგილი, არ გადაიზარდოს ტრაფიკინგში და არ მოყვეს, როგორც წეგან გითხარით, ადამიანის უფლებების დარღვევა. პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, პროცესები უნდა იყოს მართული. ეს არის სურვილი ამ შემთხვევაში და მიზანი.
დანარჩენი პრაქტიკაში გამოჩნდება, რა თქმა უნდა. ბატონ კობა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის. პირდაპირ ეთერში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი რეადმისიისა და მიგრანტების შესახებ ხელშეკრულების საკითხებთან დაკავშირებით კობა სუბელიანი საუბრობდა.